ჩაის ფესტივალი წელსა ჩაის კრეფის სეზონსა და სასკოლო არდადეგების დაწყებას დაამთხვეს სოფელ ლიხაურში და ტრადიციისამებ ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმში შეიკრიბნენ. ჩაი გერმანული, ჩაი ბრიტანული, ზოგადად ევროპული და რა თქმა უნდა გურული ჩაი და ესთეტურად გაწყობილი მაგიდები სტუმართა ყურადღებას იქცევდა. ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები კი თითოეულ სუფრასთან საინტერესო კონცეფციით და ისტორიით გმასპინძლობდნენ. გვიყვებოდნენ ჩვენი კუთხისა და ევროპული ქვეყნების ტრადიციებს ჩაის კულტურასთან მიმართებაში. წარმოვადგენ გერმანიის ჩაის კულტურას, ძალიან დიდი ტრადიცია აქვს და ამ ტრადიციას წარმოვადგენ ჩვენ თავისი გემრიელობებით და თავისი სხვადასხვა ჩაით, ამ ეტაპზე შავი და ხილის როგორც ცივი გამაგრილებელი ჩაი. გერმანია ავირჩიე, იმიტომ რომ მე მრავალი წელი მოღვაწეობდი გერმანიაში, იქ დავამთავრე უნივერსიტეტი და ჩემს ბავშვებთან ერთად ვაკეთებ, სწავლობთ გერმანულს და ვეცნობით გერმანულ კულტურას და ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, მეტწილად ბავშვების ნამუშევარია, თავიანთი არჩეული და გამომცხვარი დამზადებული. ამიტომ ეს ჩაის ფესტივალის ტრადიცია ლიხაურში უკვე მრავალი წელი არის და მეც მიხარია, რომ წელს პირველად ვარ წარმოდგენილები და მადლობა ყველა ორგანიზატორს, ძალიან სასიამოვნო პროცესია ამაზე მუშაობა. გვაქვს მრავალი სახეობის ჩაი. გვაქვს კენკრა, ლაიმის, ინგლისური, ასევე გვაქვს ფრანგული ჩაი, შემოქმედის ჩაი, შავი ჩაი, ვარდის ჩაი და ასევე გვაქვს ჩვენი კლასელი სახლის ჩაი. ყველა არის უნიკალური და ყველა საჭმელი გაკეთებული არის ჩვენ სახლში ჩვენი ხელით. მთელი სკოლა ერთად შევიკრიბეთ, ესე რომ ვთქვათ, ისა მოხდა ეს შეხვედრა, თან წელი მთავრდება სასწავლო წელი, ესე რომ ვთქვათ, სახალისოა, ინიციატივას აძლევს ყველა ბავშვი, მომავალ წელსაც გააკეთო რაღაცა, ერთად მუშაობ, რა თქმა უნდა, კლასელები ერთად მუშაობთ, ერთად გავაკეთეთ და რა ყველაფერი მოგიტანეთ სიყვარული. ჩვენ პირველად წარმოვადგინეთ ინგლისური ჩაი და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამის საშუალება მოგვეცა. ინგლისური ჩაი ძირითადად ისმევა ძესთან ერთად. ჩვენი მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო. ერთგვარი გამოცდილება იყო ჩვენთვის, ძალიან საინტერესო და ამავდროულად ბევრი გამოცდილება მივიღეთ. ინგლისურ ჩაის ასევე აქვს სამკურნალო თვისებები და თქვენ წინაშე არის წარმოდგენილი მრავალფეროვანი სახის ჩაი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გურული ჩაის კულტურა, ძველებური და ახალი ევროპული კულტურა ერთდროულად წარმოგვეჩინა და გვაქვს წარმოდგენილი გურული ჩაი, სახლში დამზადებული, როგორც მწვანე, ისე ხილის და შავი ჩაი, კლასიკური და გვაქვს უფრო ევროპული სუფრა, ასე რომ ვთქვათ, და ქართულიც, ტრადიციულიც, რა თქმა უნდა. უკვე 3 წელია ესეთი კულტურული ღონისძიებები გვაქვს ხოლმე აქ და აი ძალიან საინტერესოა ის პროცესი, სანამ აქამდე მოვალთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრ გამოცდილებას ვიღებთ და ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას ვიგებთ ამა თუ იმ რაღაცაზე, იმიტომ რომ იქამდე ჩვენ გურული სუფრაზეც ვქონდა, გურულ ჩაიზე მეორეჯერ გვაქვს უკვე, ჯანჯუხაზეც ვქონდა ღონისძიებები, ამიტომაც ძალიან საინტერესო. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გურული ქალი და ჩაი არის განუყოფელი ამბავი. მეც მახსოვს ეს ჩაის კრეფა, ბებია ჩემი იყო სტახანოველი და 3 ფოთოლზე მოკრეფილი ჩაის გემოც მახსოვს შესანიშნავად. ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს გემო გავაცოცხლოთ ყოველთვის. არასოდეს არ მოვიტანოთ უხარისხო ჩაი, მოუძებნოთ ის ადამიანები, რომლებიც ამზადებენ ჩაის და ჩაის სმა გახდეს, ამბების მოყოლა, ხუმრობა, სიმღერა, საერთოდ შედგეს ახალი ურთიერთობები და ხომ იცით ტექნოლოგიების საუკუნეში გაუცხოდა ძალიან საზოგადოება და ეს არის ის დღე, როდესაც ყველანი ვართ ერთად, ყველაფერი გვაქვს საერთო და მხოლოდ აი პოზიტივი იგრძნობა ყველგან. და მიხარია რომ ჩვენმა სკოლამ დაიწყო ის შემოვიდა პირველად ამ ინიციატივით. არასოდეს არ ვიტყვით თუ არს ამ ღონისძიებაზე, ველოდებით ყველა სტუმარს, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ტკბილ გემრიელ გალემოში. უკვე ეს იქნება ტრადიცია ყველა ივნისის დასაწყისში. აქ არის სხვადასხვა გურული ჩაი, მის ისტორია, ბრიტანული ჩაი, გერმანული ჩაი და რაღაცა. ჩაი და მისი კულტურა. ის ნამცხვარი იქნება, ქართული ხაჭაპური იქნება, გერმანული ნამცხვარი თუ რაღაცა და თან როგორი თემა იცი?
ხომ ყველა ვიკრიბებით და ერთმანეთს ვაწვდით სითბოს და სიყვარულს, თან სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს სწავლობთ. ანუ ისტორია ფინჯანში. გურულიც, ბრიტანულიც, გერმანულიც და დაგვემატება სხვადასხვა ქვეყნები. ღონისძიებას სახალხო სოფლის დღესასწაულთან ერთად სალონური დატვირთვა ჰქონდა, რადგან სასიამოვნო საუბრებთან ერთად მოვისმინეთ როგორც სიმღერები ჩაიზე, ასევე ვიოლინოს თანხლებით შესრულებული ევროპული მელოდიები. იყო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა და რა თქმა უნდა, გულწრფელი, გულღია ურთიერთობები, მოკითხვა, სუფრებთან წარმოდგენილი ჩაისა და ნახელაობების დაგემოვნება, რომელიც საინტერესოდ და შინაარსიანად იყო შემოთავაზებული. როგორც ამ დღის ორგანიზატორმა გვითხრა, ჩაის ფესტივალი კვლავაც გაგრძელდება და მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. ეს ფესტივალი პირველი არ არის ამ სკოლისთვის. უკვე ვატარებთ მეოთხე ფესტივალს. დავიწყეთ ჯანჯუხის ფესტივალი ქონდა, მერე ჩაის ფესტივალი, მერე ისე შემოდგომის ფესტივალი და ეს არის მეოთხე ფესტივალი, რასაც ატარებს ჯერ სასკოლო ღონისძიება და ხელმძღვანელობს კლუბი ექვთიმე, რომელიც არის სკოლასთან დაარსებული ეს და უკვე ფუნქციონირებს 2 წელია. და გადავწყვეტეთ, რომ ეს ჩაის ფესტივალი მოგვეწყო, იმიტომ რომ რაღაც დღესასწაული ყოფილიყო ჩვენთვის და ჩვენი ისტორიის ნაწილიც გახდა ჩაი და ჩაი არის ისეთი რაღაც ფინჯანს ჩაისთან ისტორიაზე ისაუბრებ, რაღაცებს გაიხსენებ და რაღაც მოგზაურობა წარსულში და დღესასწაული ის არის, რომელსაც საკუთარ თავს უწყობ ადამიანი. და აი ესე გადავწყვეტეთ, რომ წლის ბოლოს გაგვეკეთებინა ესეთი ზეიმი მოგვეწყოს.